სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და შვილმკვდარი დედის გინება მოსამართლის დაკავებული აქტივისტის შეურაცხყოფა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობას განაგრძობს და მათი ოქმების საფუძველზე სასამართლო პროცესები დღესაც შედგა. მარიამ ქართველიშვილის რეპორტაჟი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის გინება და მძიმე შეურაცხყოფა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სოციალური ქსელის მომხმარებელი სოფიო ტყავაძის კანონდარღვევა დააიდენტიფიცირა და სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოს გადასცა. ტყავაძე სასამართლოში არ გამოცხადდა და მოსამართლემ საქართველოს მოქალაქე 3,000 ლარით დააჯარიმა. მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული ქმედება არ იყო მცირე მნიშვნელობის, შესაბამისად ჩვენივე შუამდგომლობით ვიმართეთ სასამართლოს, რომ ქალბატონი სოფიოს მიმართ გამოყენებული იყო უმაღლესი ოდენობის ჯარიმა. მოსამართლის მიზანმიმართული შეურაცხყოფისთვის კანონდარღვევა ცნეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ნიკოლოზ დარსანია. შეურაცხყოფის ავტორმა სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტი აღიარა და თქვა, რომ სხვისი გინება ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია. მის პოლიტიკური შინაარსის სიტყვით გამოსვლას მოსამართლემ უპასუხა. სხვისი შეურაცხყოფის გმირობად წარმოჩენა მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, ვისთვისაც კანონი უზენაესია. სხვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება თუ ეს თავდადება ან თავგანწირვა ან გმირობა ან თუ გნებავთ ბრძოლის მეთოდად მიაჩნია ვიდმეს და სწორია ეს მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. არამც ეს ჩვენს კულტურას და არც ჩვენს წარსულს და ადათს არ შეეფერება რომ სხვას მივაყენოთ შეურაცხყოფა. მიაყენოს სხვას შეურაცხყოფა ეს მიაჩნია ალბათ მომავლად ქვეყნის უკეთესობისკენ. არ ვიცი შეურაცხყოფის მიყენებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას როგორ ფიქრობთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ვიღებ გადაწყვეტილებას ფაქტების შეფასების შედეგად. ოპოზიციის დაკავებული აქტივისტის რეზო კიკნაძის გინებისთვის 1500 ლარით დაჯერიმდა კახაბერ ფოჩხუა. ფოჩხუასთვის კიკნაძის განცხადება კვარაცხელიას შესახებ მიუღებელი აღმოჩნდა. მან სასამართლო პროცესზე აღიარა და საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა. რეზო კიკნაძემ ამორალური, არაკაცური განცხადება გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ხვიჩა, რომელიც უყვარს სრულიად საქართველოს. მეც სპორტსმენი ვარ და ვერ მოვითმინე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვაღიარებ, ვინანიებ. Facebook მომხმარებელ ირაკლი ღოღობერიძეს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ღოღობერიძემ მოქალაქეს საჯარო დაგინა. სასამართლომ განმარტა, რომ უხამსობა გამოხატვის თავისუფლებად ვერ ჩაითვლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა გიგა ავალიანის დედის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის საქმე. ეკა კუპატაძეს მსჯავრდებულის ანი ნასყიდაშვილის მამამ აგინა. სხდომაზე თავად სამართალდამრღვევი არ გამოცხადდა. მას ჯარიმა 3,000 ლარის გადახდა დაეკისრა. ეკა კუპატაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სოციალურ ქსელში სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი 9 ივლისის დადგენილებით ლაშა კილოსონია, მას სახელსახით განისაზღვრა ჯარიმა 3,000 ლარის ოდენობით. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის შეურაცხყოფისთვის 4,000 ლარით დაჯერიმდა მოქალაქე გიორგი ჯიბლაძე. სოლომონ მეტრეველის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხყოფელი კომენტარის გამო მეტრეველს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ქუთაისის სასამართლომ განიხილა ნიკოლოზ ნარსიას საქმე. შეურაცხყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ 4,000 ლარით დააჯარიმა. ნარსია პროცესს არესტრებოდა ის საქართველოში არ იმყოფება. ამავე სასამართლომ სიძულვილის ენის საჯაროდ გამოყენებისთვის მოქალაქეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. სამართალდამრღვევი, რომელიც სასამართლოს მიერ უკვე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად გახლავთ როინი გელაშვილი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ გოგა ხაინდრავას და იგი დაჯარიმდა 1000 ლარით. საჯარო შეურაცხყოფის საქმის განხილვა თეთრი წყაროს სასამართლოში მოსამართლემ შეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას ედავებოდა. თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ხარაგაული და თეთრი წყარო ქვეყნის მასშტაბით რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს განიხილავენ. ახალმა სამმართველომ ბოლო ერთ თვეში 200-ზე მეტი კანონდარღვევა დაადგინა.